ყველაზე ხშირად რა სიტყვას იყენებ? გაიხარეს ალბათ. ყველა ქალს აქვს სექსუალურობა, გაჩნია რა კუთხით დაინახავ და ვინ დაინახავს მას. ამიტომ მე ეს შეფასება ქალების რო ეს სექსუალურია და მე იქ რაღაც გადალაპარაკება რო ეს სექსუალურია და მე ესეთ შეურაცხყოფას არ ვაყენებ რა ქალებს რა. მე ვფიქრობ რომ ყველა ქალი არის სექსუალური, ყველა ქალი არის ლამაზი და ამას დანახვა უნდა და დაფასება უნდა. ესეთი მენტალობის საზოგადოება ვარ. თუ ველოდებით ერთ კაცს, რომელიც ყველა პრობლემას გადაწყვეტავს, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში მუშაობენ უამრავი ადამიანები, რომელთანაც რომ მითხრათ, ახლა შეიძლება 80% ვერ ვიცნო. სახეზე ვერ ვიცნო. ეს კატასტროფაა. იმიტომ რომ შეიძლება 4-5-ის გვარი ვიცოდე რა და შეიძლება ვიღაცამ თქვას ეს კარგია, იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენი მინისტრი, მაგრამ მეორე მხრივ ესეთ ქვეყანაში როცა საქმე ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მე სფეროების მიხედვით ჭირდება ლიდერი, რომელიც გამოვა და იტყვის რომ ვიწყებ ამ რეფორმას და თქვენ აქ შვება გექნებათ და მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი. ერთი პერიოდი ვიყავი კომკავშირში, სულ მომიწია წელიწად ნახევარი იქ ყოფნა და შემდგომ მე ვიყავი პირველი ჩემ სამედიცინო ინსტიტუტის მეგობრებთან ერთად, ვინც საქართველოში ოფიციალურად დაშალა კომკავშირი.